ჩემი აზრით ერთი ძალიან საინტერესო კითხვა უნდა დავსვა. სად წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი? ბევრი თქვენგანი მიპასუხებს ასე, საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში. მართალიც არის. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოს წესით, უკრაინის ამ გამარჯვებით ისარგებლებს, ამას რო ვამბობ სიმართლე გითხრა ბოლომდე არ მჯერა, იმიტომ რომ ჩვენ არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს, გარდა იმისა, რომ პრორუსულია, არაადეკვატური და უვიცი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ერთ წამს ჩავთვალოთ ასე. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოს ვის არ უნდა იყოს ის, ვინც არ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, ამ ყველაფრით ისარგებლებს, ადეკვატური გახდება ბიზნე ივანიშვილი და საქართველოს უკვე მაშინ მაინც დაუახლოვდება დასავლურ სივრცეს. აკი გითხარით, არ მჯერა მეთქი, მაგრამ წესით და ლოგიკით ასე უნდა მოხდეს. და რაღაი არ გვჯერა, რომ ბიზნა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის ამიტომაც არის ის მოსაცილებელი გუშინ. ანუ იყო გუშინ მოსაცილებელი, დღეს არის მოსაცილებელი და ხვალაც იქნება მოსაცილებელი და იქნება მანამ მოსაცილებელი, სანამ არ მოვიცილებთ. მეორე სივრცე, სადაც წყდება საქართველოს ბედი, ეს არის ვაშინგტონი, როგორი პოზიცია ექნება შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში. მე პირადად მგონია, რომ ბიზნა ივანიშვილი, რაც არ უნდა ბევრი ფული დახარჯოს მან ლობისტებში, მოისყიდოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ მნიშვნელობით პირები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკის ფორმირებაზე, ბიზნა ივანიშვილი ვერ მოახერხებს გადატვირთვას ვაშინგტონთან. და ადრე იქნება თუ გვიან შეერთებული შტატების დედაქალაქიდან კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებებს მოვისმენთ ბიზნა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მიმართებით დაკავშირებით და ყოველგვარი მოლოდინი ამ ბანდა ხელისუფლებისა, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, უბრალოდ ფუჭი ამაო იქნება. არის კიდეც და საერთოდ ჩაეფუშებათ ეს იმედები, მე ახმამაღლდება კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე ზაზა შათირიშვილი, მაგრამ არც აქამდე უნდა მივექცია მისთვის მისი ეპისტოლეებისათვის ყურადღება და არც მომავალში უნდა მივაქციოთ. მესამე სივრცე, სადაც წყდება საქართველოს ბედი, ეს არის ბრიუსელი. როგორი იქნება ევროკავშირი? იქნება თუ არა ის სათანადოდ მკაცრი, მკვეთრი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მის მიერ დაწესებული სანქციების ზეგავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, ქართული ოცნების ბანდაზე. მოცემულ ეტაპამდე ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ევროკავშირიდან სანქციები ქართულ ოცნებას თითქოს და არ აღელვებს და პირიქით, რაც უფრო ამკაცრებს ტონს ევროკავშირი, მით უფრო იქით უტევს რომელიმე ერთი ვიგინდარა ბანდიტი ქართული ოცნებიდან პაპუაშვილი გამორჩეულია ამ თვალსაჩინით, ამიტომ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, კოლექტიური პაპუაშვილი უტევს და უტევს არა მხოლოდ ზოგადად სივრცეს ევროკავშირისა, არამედ ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს, დიპლომატებსაც მათ შორის, დიპლომატები საერთოდ აგდებული ხავთ და პირდაპირ მნიშვნელობით თუ არა, ირიბი მნიშვნელობით მაინც აგინებენ და აგინებენ. კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი კიდევ სად წყდება ჩვენი ბედი? გასაკვირველია, ბედი წყდება ამ ფართოგაგებით რეგიონში, როგორც განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ისე ეს ყველაფერი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს პოზიციონირებაზე და საქართველოს მდგომარეობაზეც. ირანი რაც უფრო მალე დამარცხება, გუშინ რო დამარცხებულიყო საქართველოს ხელისუფლება ალბათ. მოდი თქვენი სებართვით მაინც ასე ვიტყვი, იმიტომ რომ არაადეკვატურები არიან, ცოტა სხვაგვარი იქნებოდა, უფრო მსუყეთ იქნებოდა შემოსული რეგიონში შეერთებული შტატები და იქნებოდა რა მსუყეთ შემოსული შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას გაძრომის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებოდა. კიდევ ერთი სივრცე, სადაც წყდება საქართველოს ბედი და მომავალი, ეს არის მოსკოვი, რომელიც გასაკვირველია ცდილობს დასუსტებას ჩვენი სახელმწიფო ორგანიზმისა და ამას ვერ მოახერხებდა პუტინის ხელისუფლება, რომ არეგულებოდეს მის მიერვე დასმული აგენტები აქ. აგენტი ყველა არ არის სარქოა, აგენტი არ არის სარქოა, უბრალოდ სასარგებლო იდიოტია. ხოლო აგენტურა რუსეთს ყავს უმაღლეს ეშელონებში, პაპუაშვილი ვახსენე, კობახიძეც უნდა ვახსენო, ყაველაშვილიც ალბათ, კალაძეც, ბინარაძეც და რაც თავარია ის, აბასთუმრის უღრანებში გამაგრებული, ერთი დაკომპლექსებული და მოღრიალი კაცი, რომელსაც სულ დღენია და გეილანდება, რომ მას წამლავენ, მას რაღაც ჯადოს უკეთებენ, მას ებრძვიან და
და თითქოს იმას ამბობს, თითქოს კი არა ნამდვილად ამბობს ამათ ანათქმევინებს ხვებს რომ მე საქართველოს ომისაგან ვიცაო, მაგრამ რეალურად დამარცხებისაკენ მიხავს ეს ჩვენი, არა მისი, არამედ ჩვენი სამშობლო. და კიდევ ერთი სივრცე, სადაც წყდება საქართველოს მომავალი ნაწილობრივ მაინც, ეს არის სომხეთი და კავკასიის რეგიონი, ზოგადად სომხეთი. ამ 3-4-5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო რომ დაახლოებოდა ევროკავშირის, ყოველ შემთხვევაში გეზი აეღო ევროკავშირისაკენ კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთისაკენ, მაგრამ მას შემდეგ როგორც განვითარდა პროცესები, მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულდა რა კონფლიქტი, ამოიწურა რა კონფლიქტი, დასრულდა რა ომი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და დარწმუნებული ვარ სამუდამოდაც სომხეთმა გეზი იცვალა, შესანიშნავად მიხვდა ნიკოლ ფაშინიანი, რომ რუსეთზე დამოკიდებულება სომხეთისთვის არის კატასტროფის ტოლფასი. აქედან გამომდინარე მან მაინც მოახერხა, მაინც გათამამდა, მაინც გაბედა, რაც კი ის თქვა. და სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალა. თუ ვინმე მეტყვის რომ სომხეთი საქართველოს ვერ გადაახტება და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება საქართველოს გარეშეო, ეს ვინმე მთქმელი დასაკვირველია. მართალი იქნება, დიახ, სომხეთი ვერ გადაგვახტება პირდაპირ მნიშვნელობით და სომხეთი ვერ გახდება ევროკავშირის დასავლეთის სივრცის ნაწილი, ევროკავშირის წევრი, მანამ სანამ ლოკომოტივი ქვეყანა საქართველო არ იქნება ადეკვატური ევროპული, პროევროპული კი არა, საერთოდაც ევროპული. მოკლედ, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ ორივე ერთად ასე დალაგდა, ასე ლაგდება, ორივე ერთად უნდა ვიაროთ, ოღონდ პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველო არ მიხავს ევროკავშირისაკენ დასავლეთისაკენ და აკი ამიტომაც იწვევს არამხოლოდ ევროპელთა, არამედ კავკასიელთა, მათ შორის სომხების გულისწყრობასაც ცოტა ხნის წინ ფაშინიანმა ერთგვარად საყმედურნარევი ტონით თქვა დიპლომატიურად, რასაკვირველია, რომ თქვენო დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოთო და ისიც თქვა ფაშინიანმა ამ 1 თუ 2 დღის წინ, რომ ჩვენო შეშფოთებულნი ვართ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც არის საქართველოსიო, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს გულისხმობდა, არაო. ვერც ვერავინ ვერ არებს ჩვენს ურთიერთობას სხვა ქვეყანა არც უნდა ჩაერიოსო, მაგრამ ჩვენ დასაკვირველია გვინდა ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ საქართველოს ეს სიტყვა ადეკვატური იყოსო, არ მოუშველიებია, მაგრამ ეს იგულისხმებოდა საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში იყოს ადეკვატური სახელმწიფო. ეხლა სომხეთს თავად აქეთ რო გვედავება ადეკვატურობაში საკმაოდ სერიოზული პრობლემები უკვე აქვს და 7 ივნისისთვის კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნება 7 ივნის დილის 8 საათზე რომ გაიხსნება საარჩევნო უბნები და საღამოს 8 საათზე რომ დაიკეტება მთელი სომხეთის მასშტაბით. აი 9-ისთვის, 10-ისთვის, 11-ისთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება პასუხი კითხვაზე, შეინარჩუნა თუ არა ხელისუფლება ძალაუფლება ამ ჩემი გააზრებით კავკასიის მასშტაბით და არა მხოლოდ ძალიან მასშტაბურმა ლიდერმა, ყოველ შემთხვევაში სომხეთს ამგვარი მასშტაბური ლიდერი არ ჰყოლია დღიდან დამოუკიდებლობისა. ეს კაცი ფაშინიანი არის ისტორიული პერსონა უკვე, მათ შორის იმიტომაც, რომ სომეხ საზოგადოებაში, სომხურ საზოგადოებაში ანგრევს, არღვევს რევანშიზმის სურვილს, როგორც ასეც. კითხვა ამგვარია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფაშინიანი და ფაშინიანის პარტია გაიმარჯვებენ არჩევნებში 7 ივნისს, რუსეთი დამარცხდება ამ ეტაპზე, ბრძოლის ამ რაუნდს მოიგებს სომხეთი. რას იზამს სომხეთი უკვე მას შემდეგ? რას კვლავ ვიმეორებ, ჩატარდება არჩევნები, გაიმარჯვებს ფაშინიანი და მისი პარტია, ფაშინიანი კიდევ ერთხელ იქნება დამტკიცებული პრემიერ-მინისტრად და სომხეთის სრული სვლით თუ არა, ხო, უფრო სრული სვლით, მაინც ასე ვიტყვი, გააგრძელებს განაგრძობს მოძრაობას დასავლეთისაკენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სომხეთი ვერ გადაახტება საქართველოს. რამდენიც არ უნდა იმოძრაოს, სომხეთი მიაღწევს მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებას, მიაღწევს უვიზო რეჟიმს, მაგრამ უშუალოდ ევროკავშირის წევრი მეზობელი საქართველოს გარეშე, მეზობელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე სომხეთი ვერ გახდება. ფაშინიანის პარტია თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, დიდი ალბათობით დადგება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე.
ეს არის კონსტიტუციური რეფერენდუმის ან რეფერენდუმის ჩატარების დღე. რუსეთი უკვე მეორე რაუნდში სწორედ ამ დღეს შეერკინება დამოუკიდებელ სომხეთს. საუბარია სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიღებაზე, რომელსაც ფაშინიანი ერთგვარ სამოქალაქო კონტრაქტსაც საზოგადოებასთან სამოქალაქო კონტრაქტს უწოდებს. ძირითადად ეს რეფერენდუმი არის სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა, ახალი კონსტიტუციის მიღება, ყველაზე სადავო ნაწილი ეხება იმ ფორმულირებას, რასაც ილხამ ალიევი, კიდევ ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერი, ის ისტორიული პერსონა და ბაქო აღიქვამენ როგორც ტერიტორიულ პრეტენზიას აზერბაიჯანის მიმართ. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ყველა ამბობს შემდეგ რამეს. სომხეთმა ის სადავო მუხლები, რომლებშიც დაფიქსირებული არის, რომ სომხეთს აქვს პრეტენზია მთიან ყარაბაღზე, ეს მუხლები უნდა გააუქმოს და იმ საზღვრებში უნდა დე იურე საზღვრებში უნდა დარჩეს, რასაც აკონტროლებს მოცემულ ეტაპზე ერევანი. ანუ საბოლოოდ უნდა მოიჭრას ეს სიმსივნე მთიანი ყარაბაღის სახით. აზერბაიჯანი ამბობს შემდეგს. ეს არ შეიცვლება თუ ეს არ შეიცვლება საბოლოო შეთანხმებას სამშვიდობო საბოლოო შეთანხმებას სომხეთთან უბრალოდ ხელი არ მოეწერება და ჩვენ ისევ ერთგვარი კონფლიქტის რეჟიმში ვიქნებით. პაშინიანი ამბობს საპასუხოდ, რომ ახალი კონსტიტუცია მხოლოდ რეფერენდუმით მიიღება. ეს ახალი რეალობის და სახელმწიფო რეფორმის ნაწილიცაა, თუმცა ოფიციალურად უარყოფს პაშინიანი, რომ ყველაფერს მხოლოდ ბაქოს მოთხოვნით აკეთებს და მართლაც ყველაფერს ბაქოს მოთხოვნით კი არ აკეთებს, არამედ სომხეთის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. აზერბაიჯანთან ხელშეკრულებას რაც შეეხება, ეს არის მშვიდობის შეთანხმება და ის მოიცავს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები უნდა აღიარონ. ოფიციალურად უნდა დასრულდეს, ხაზგასმით ვამბობ, ოფიციალურად უნდა დასრულდეს მრავალწლიანი კონფლიქტი ყარაბაღის თაობაზე, გაიხსნას სატრანსპორტო და სავაჭრო გზები რეგიონში, ანუ ისინი ერთმანეთთან არ ვაჭრობენ, მოცემულ ეტაპზეც კი და ეს შეზღუდვები მოიხსნას ვაჭრობაზე. ფაშინიანი ჩავიდეს ბაქოში, ამაზე არ იქნება ხელშეკრულებაში ლაპარაკი, ცხადია, და ალიევი ჩავიდეს ერევანში, ეს ჟესტი იქნება. დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები, შემცირდეს სამხედრო ესკალაციის რისკი კი არა, აღმოიფხვრას საერთოდ. შესაბამისად 2026 წლის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის ლიდერი ფაშინიანისა ან მისი ოპონენტი კარაპეტიანისა. არა, ეს არის უპრინციპულესი, უმნიშვნელოვანესი არჩევნები სომხეთისთვის და გავბედავდა ვიტყვი მთლიანად რეგიონისთვის. ფაშინიანის გამარჯვებით სასიცოცხლოდ დაინტერესებულია სწორედაც რომ ალიევი, რომელსაც ბუნებრივია რომ არ სურს გვერდით ყავდეს მეზობელი, რომელიც მუდმივად რევანშზე ფიქრობს. სომხეთში არის თუ გულახდილები ვიქნებით ამგვარი რევანშისტული განწყობები. სომხური საზოგადოების ერთი და მე ვარაუდობ მაინც მცირე ნაწილი, ჩემი პროგნოზით იმედით მცირე ნაწილი, სულ ლაპარაკობს იმაზე, რომ აზერბაიჯანს არაფერი უნდა დაუთმონ, მაგრამ სომხეთში უნდა გაიმარჯვოს სწორედ იმ ძალამ, რომელიც მოიკვეთს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ სიმსივნეს და ეს ორი სახელმწიფო ურთიერთპატივისცემით და თანაარსებობით გააგრძელებს გზას აზერბაიჯანი არა ევროპისაკენ, მაგრამ სომხეთი სწორედაც რომ ევროპისაკენ, ოღონდ სომხეთი ევროპაში ვერ ხვდება საქართველოს გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ისმის კითხვა, რას იზამს ამასობაში რუსეთი ის მეორე რაუნდისთვის, აი რომც დამარცხდეს რუსეთი 7 ივნისის არჩევნებში, რუსეთის წარმომადგენელი და საოცარ სპეცოპერაციას ატარებენ, ჰიბრიდულ ოპერაციებს ატარებს რუსეთი ფაშინიანის წინააღმდეგ. რომც დამარცხდეს რუსეთი და რუსეთის წარმომადგენელი კარაპეტიანი ამ არჩევნებში, რაც ჩემი მოსაზრებით გარდაუვალია, უკვე შემდგომ მოემზადება თუ არა რუსეთი რეფერენდუმისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს გვინდა არ გვინდა სომხეთის ტერიტორიაზე. რეფერენდუმთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრად უნდა ითქვას. დიახ, რუსეთი მოემზადება რეფერენდუმისთვის და ხელს შეუშლის სომხეთს საბოლოო
საბოლოო სომხეთის საბოლოო განთავისუფლებას განქორწინებას რუსეთისაგან. სულს რუსეთი დაინტერესებულია სასიცოცხლოს, რომ დაბრუნდეს ის სტატუს კვო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელშიც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ხელს ითბობდა. ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა კიდევ რა არის კარგი და საინტერესო და მნიშვნელოვანი. როგორ ჩაატარებს ჰიბრიდულ ოპერაციებს რუსეთი სომხეთის ფაშინიანის სომხეთის წინააღმდეგ უკვე 7 ივნისის შემდეგ. ბევრს გონია რომ ეს იქნება ერთგვარად ეს იქნება სამხედრო ესკალაცია. მაგრამ სამხედრო ესკალაციის უნარი რუსეთს არ აქვს მიზეზთა და მიზეზთა გამო პირველი. გიუმრის სამხედრო ბაზა საკმაოდ სუსტია და განსაკუთრებით სუსტია იმის გამო რომ მისი მომარაგება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათ შორის. ვერც ერთი ალტერნატიული მარშრუტით ვერ მოხერხდება, მეთქი ასე ვიტყოდი ხმამაღლა, თუმცა ვინიცის. მაგალითად, ვერ მოხერხდება კასპიის გზის გავლით ირანიდან გიუმრის მომარაგება. ვერ მოხერხდება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოს გადმოკვეთა და მერე ჩაკვეთა შესვლა სომხეთის ტერიტორიაზე. საქართველოს არაადეკვატური ხელისუფლება ალბათ მაინც ასე უნდა ვთქვა, ამაზე ვერ წავა. თუმცა ვინიცის ერთადერთი გზა არის საჰაერო მომარაგება, თვითმფრინავებით მომარაგება, მაგრამ ეს მაინც შეზღუდული რესურსია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირი უჯდება რუსეთს. და კიდევ რუსეთს ამის უნარი შეიძლება არც აქვს, კვლავ ვიმეორებ, აქ იმაზე არ არის საუბარი, ეხლა მოცემულ ეტაპზე გიუმრის ბაზა რა მდგომარეობაშია, სულ საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. გიუმრის ბაზას და ბაზაზე არსებულ ყოფ რუსებს სჭირდებათ მომარაგება ტყვია-წამლით, ლოჯისტიკური მომარაგებები, არა მხოლოდ ტყვია-წამლით, არამედ აუცილებელი პროდუქციით, იარაღით, მძიმე ტექნიკით, ავიაციითაც შესაძლოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, რუსეთს ძალიან გაუჭირდება გიუმრის ბაზის მომარაგება და აქედან გამომდინარე მე არ ველი, თუ რამ სასწაული არ მოხდა, პირდაპირ სამხედრო ესკალაციას ფაშინიანის 7 ივნისის შემდეგ დამტკიცებულ მთავრობასთან, რომელიც ემზადება რეფერენდუმისათვის. მათ შორის გაგიკვირდებათ და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ხო სულ უნდა აკრიტიკო, მაგრამ არ მგონია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამაზე წავიდეს, ანუ ასეთი აღია ანტისომხური პოლიტიკა ითამაშოს, თუმცა ვინიცის. საერთოდ ისიც ვინიცის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას კითხავს თუ არა ვინმე რამეს. რომ მოაყენონ ლარსზე და შემოიგჯლიგინდნენ და ჩამოვიდნენ გორამდე და მერე ჩავიდნენ ქვემოთ სომხეთის საზღვრამდე ან ჩამოვიდნენ ლამის სადახლომდე ამ გზით რომ წამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლება რა წინააღმდეგობას გაუწევს. ეს რიტორიკული კითხვაა, რასაკვირველია. თუმცა ამ რიტორიკულ კითხვას შეგვიძლია გავცეთ ერთგვარი თეორიული პასუხი. არა, თუ ესე მოხდა, რასაკვირველია წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე მე ველოდები რომ უფრო გაძლიერდება, გაათმაგდება ჰიბრიდული იერიშები სომხეთის წინააღმდეგ სწორედ რეფერენდუმის პერიოდისათვის. იმიტომ რომ რუსეთი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული რომ ეს ჩანაწერი სომხეთის კონსტიტუციაში არ შეიცვალოს და დარჩეს ისეთად როგორიც არის. ანუ ის ჩანაწერი დარჩეს, რომლის თანახმადაც, რომლის მიხედვითაც სომხეთი აცხადებს პრეტენზიას მთიან ყარაბაღზე. თუ 7 ივნისის არჩევნებში რუსეთი და მის წარმომადგენელი დამარცხდა, მეორე რაუნდი სწორედ რეფერენდუმზე ელის. თუ რეფერენდუმის რაუნდიც გადატეხა ფაშინიანმა და მე მაინც ვიმედოვნებ რომ ასე მოხდება. მესამე შესაძლებლობა რუსეთს არ ექნება, ოღონდ არ ექნება მერქი ამას რომ ამბობ, არ გულისხმობ კონვენციურ დაპირისპირებას და პროვოკაციებს. აქვე ერთი საინტერესო თეორია შემოგთავაზოთ. საინტერესო არა, უფრო პროვოკაციული თეორია რომ შემოგთავაზოთ. იგივე გიუმრის სამხედრო ბაზიდან რუსეთმა რომ ააფრინოს პირობითად 30-50 დრონი და არა მაინც და მაინც სტრატეგიული ობიექტები უშუალოდ ერევანში. არამედ სადღაც ალაგ-ალაგ რო ჩამოაგდოს, გამოიწვევს თუ არა ეს პანიკას სომხურ საზოგადოებაში, იმ შემთხვევაში სომხურ საზოგადოებაში. მე გეტყვით რომ ეს პანიკა იქნება რასაკვირველია, იმიტომ რომ არავის სურს შეჩეხება თუ დაპირისპირება ესეთი კონვენციული რუსეთი. აი ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი პროვოკაციული კი არის და თეორიული ან ჰიპოთეტური, მაგრამ ერთ-ერთი იარაღი რუსეთის ხელში, ანუ ის გამოიყენებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ეკონომიკურ ბერკეტებს მის ხელთ არსებულებს, მათ შორის ბუნებრივი აირის კონიაკის არმიიღებს და ბუნებრივი აირის არმია წვის ყოველ შემთხვევაში იმ ფასად, რა ფასადაც აწვის მოცემულ ეტაპზე, მაგრამ
შეიძლება კიდევ უფრო სერიოზულ პროვოკაციაზეც კი წავიდეს პუტინის ხელისუფლება, ოღონდაც კი არ დაკარგოს კავკასიის რეგიონი. მაგრამ მეორე თუ მე-7 თუ 47 მხრივ თუ ფაშინიანი 7 ივნისის იმარჯვებს და მომავალში რეფერენდუმსაც სომხური საზოგადოება გასცემს ჯეროვან და ადეკვატურ პასუხს, ანუ შეიძლება ის საშინელი მუხლი სომხეთის კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც მთიანი ყარაბაღი არის სომხეთის ნაწილი და პრეტენზიას აცხადებს სომხეთი მთიან ყარაბაღზე, ამ შემთხვევაში სომხეთი სრულად მეთქი ასე გეტყოდით, მაგრამ თლად სრულად არა, მაგრამ მაინც განთავისუფლდება მარწუხებისაგან, ის ნელ-ნელა დაიწყებს დაახლოებას ევროკავშირთან კიდევ ერთხელ და ის დაიწყებს განქორწინებას რუსეთთან და ყველა იმ სტრუქტურიდან გამოსვლას, რომელშიც არის გაერთიანებული რუსეთთან ერთად. ეს არის SNG, ეს არის ODKB და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე რაღაც სხვა ხელშეკრულებების აკავშირებს სომხეთს. ეს გაურთულებს სომხეთს ეკონომიკურ ცხოვრებას, მაგრამ ეკონომიკური ცხოვრება არ არის მისი მთავარი საზრისი და მთავარი ამოცანა. ეკონომიკური კეთილდღეობა მოცემულ ეტაპზე გამძლოთ მთავარია, სანამ ევროკავშირი მიგვიღებს, ხოლო ევროკავშირი სომხეთს კი არ მიიღებს. ეხლა მე დაუბრუნდები მთავარ კითხვას. მას სად წყდება საქართველოს ბედი? გაგიკვირდებათ და წყდება კავკასიის რეგიონში ზოგადად, კავკასიის რეგიონშიც და სომხეთს ძალიან სერიოზული და არ გაგიფხელთ თქვენის ნებართვით რა, მაგრამ სერიოზული ბერკეტები შეიძლება აღმოაჩნდეს თბილისის წინააღმდეგთა თბილისთან საურთიერთოდ. ეს ბევრი ბერკეტია აქვე გეტყვით და პირველ ყოვლისა ზეწოლის ბერკეტი. სომხეთი ეცდება თბილისს და უსაბუთოს, რომ ერთად უნდა ვიაროთ ევროკავშირისაკენ, რაღაცა თბილისი ვერ მოხვდა იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც 27-ში, 28-ში აგე უკრაინას უთხრეს, რომ ასოცირებული წევრი გახდებიო ევროკავშირისო ძალიან მალეო. რაღა იმ ქვეყნებს შორის, ანუ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ვერ მოხვდა, სომხეთი დაუსაბუთებს თბილისს, ეცდება რომ დაუსაბუთოს, რომ გაფართოების შემდეგი ტალღა იქნება მაგალითად 2032 წელს და ერთად უნდა ვიაროთ. ოღონდ აქ ყველა უშვებს შეცდომას, მათ შორის მეც მეთქი ასე ვიტყვი და მე ყველაზე ნაკლებად ან იმ პირთა შორის ვარ, ვინც ნაკლებად უშვებს ამ შეცდომას, თუმცა შეცდომისაგან დაზღვეული არავინ არის. კარგად უნდა გავიგოთ. რაც არ უნდა ზეწოლა მოახდინოს ერევანმა თბილისზე, ბაქოს ცალკე ბერკეტები აქვს, ეგრა მაგის პასუხია და ცალკე ინტერესები აქვს. ბრიუსელმა, ვაშინგტონმა, კიევმა, ავიცი ბერლინმა, ლონდონმა თუ პარიზმა საქართველოს მოსახლეობა თუ არ მოინდომებს ამ ხელისუფლების შეცვლას, ანუ კურსის შეცვლას, რა თქვია ამ ხელისუფლების შეცვლა, რომ კურსი შეიცვალოს მათ შორის. მანამ არაფერი არ გადაწყდება. სომხეთის პოზიცია მნიშვნელოვანია ბაქოსიც, აზერბაიჯანისა, მათი ლიდერების, ბრიუსელის, ვაშინგტონის, კიევის, ავისი პარიზის, ბერლინის თუ სტოკჰოლმის, ვინუსბეს სტოკჰოლმს, ან კოპენჰაგენს ასე მაგალითად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების პოზიცია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსზე და დაგმობა პირდაპირ მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ზეგავლენა მოახდინოს ამ შემთხვევაში ერევანმა თბილისზე უკვე სამომავლოდ და ეცადოს მის გაადეკვატურობას, ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი რესურსი იქნება. რესურსის გაღება იქნება წყალში გადაყრის ერევანი, იმიტომ რომ მე მესმის ერევნის ინტერესი, მაგრამ ეს ხელისუფლება მაინც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერევანს ან ბრიუსელს ან ვაშინგტონს კი არა, მოსკოვს უსმენს და მხოლოდ. და მოსკოვს რომ ვეღარ მოусმინოს შესაძლებლობა რომ არ ქონდეს მოსკოვის მოსმენისა, ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ რომ დათმოს და როგორ ვაიძულებთ, მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში გამოსვლით. ეს არის, კარგად უნდა ავხსნა, ღირებულებითი ომი. ომში მაინც და მაინც კონვენციურ ომს და რუსეთთან კონვენციურ დაპირისპირებას არ გულისხმობ. ღირებულებითი ომი ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ მდინარის კეთილ-ნათელ მხარეს და რუსეთი და ირანი ჩარჩენილი არიან ბოროტ მხარეს, შავბნელ მხარეს. შენ სადახარ შუაში უბრალოდ ვერ იქნები. გამყოფ ზოლზე უბრალოდ ვერ იქნები. საქართველოს ხელისუფლება გამყოფ ზოლზეც, რომელიც არც არსებობს, არც არის დე-ფაქტო ხელისუფლება. მაგრამ უფრო არის და ნამდვილად არის რუსეთის მხარეს, ანუ შავბნელ მხარეს. გარშემო ყველა ადეკვატურია. სომხეთი კიდევ იცით რატომ არის ადეკვატური? ჩვენ რო გამოვედენთ ახლა ჩემს წინას რაღაც შენელობები მიმდინარეობს.
რომ გამოვედენვით ამ დაუსრულებელ შენებლობებს. არაბული ქალაქი ესე რომ ამბობთ ხოლმე მართალია ეს სწორი შეფასებაა თუ არა ამას თავი დავარებოთ. ესე ვამბობთ თავარი. აგრეთვე იქ რაღაც სადღაც ჩამოშლილა რაღაც მთა და იმ მიკროუბანი კეთდება იქ თუ გაკეთდა თუ კეთდება ახალ სიუჟეტს კარგად, რომლის ხელმძღვანელიც ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის მაკა ასათიანი და მისი მეუღლე გოგელია და მათი ოჯახის წევრი ფოცხვერია. აი ეს ყულევის ნავთობ ტერმინალის, ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის ფლობელები ვინც არიან ისინი, ანუ ის ყულევისა, რომელიც სასანქციო პაკეტში შეიძლებოდა მოხვედრილიყო ევროკავშირისა და გადარჩა სხვადასხვა აზერბაიჯანის სოკარის ძალისხმევით ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე და ამ ყულევის ნავთობ ტერმინალზე ბანდიტურ ორგანიზაციაზე ცხადია. ამბობენ შემდეგ რამეს რომ უკვე გადაამუშავა ნავთობი ოღონდ ან გადაამუშავა ან არა, იმიტომ რომ არავის არ უნახავს შემოსული ამ მით უფრო ყულებში შესული ნავთობი, ნედლი ნავთობი, რომელიც უნდა გადამუშავებულიყო. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის ქაღალდებით მანიპულირება და მეტი არაფერი ყოველ შემთხვევაში ამის ეჭვი არსებობს. აი ეს კომპანია აშენებს ლისის ტბაზე სახლს და ჩვენ ვართ ჩაციკლულები ამ სახლზე, აქ სახლზე, იქ სახლზე, კიდევ იქ არაბული ფოცხვერია გოგელიას თუ ასათიანის კორპუსები თუ რა ქვია, უბანი, ასე შემდეგ. და არა ვართ ჩაციკლულები კი არა, საერთოდ ყურადღების მიღმა ვტოვებთ იმას, რაც უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად ანაკლია. ანაკლია 32 წელს აშენდებაო თქვა. ამან ახალი მინისტრი რო გყავს, ახალი პრინციპში, მაგრამ მაინც მარიამ ქრივიშვილმა მისი წინამორბედი დავითაშვილი ამბობდა 27-ში 28-ში დავამთავრებთ. ესეც არ არის თავი. სომხეთის კონტექსტში რატომ არის საინტერესო? სომხეთი შენებლობებზე კი არ არის ჩაციკლული. ამ შენებლობებში ეგრა მაგის პასუხია 60-70% რუსები იქნებიან შესახლებულები, ისინი ყიდულობენ უძრავ კონებას და ამ რუსებიდან 1% მაინც FSB-ს აგენტია პარებით. სომხეთი ჩაციკლულია მაღალ ტექნოლოგიებზე. აი როგორ წინ მიდის სომხეთი. NVIDIA-ს და არა მხოლოდ, მაგრამ NVIDIA-ზე ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტის გენერაციის, ხელოვნური ინტელექტის ასე გავამარტივო მონაცემთა ბაზისა და არა მხოლოდ დიდი ქარხანები თუ ქარხანა კეთდება შეერთებული შტატების მიერ სომხეთში. ჩვენ ვართ აი ამ ბიძინა ივანიშვილის მში ჩარჩენილი იყიდე 3 კაპიკი მოიგე, 5 კაპიკი მოიგე, მე 2 კაპიკი წააგე და ასე შემდეგ. ანუ ჩარჩულობაში ჩარჩია, ხო ბიძინა ივანიშვილი, აჭარი ტიპი. კომპიუტერი გავყიდე, კომპიუტერი ვიყიდე. კაცია საბოლოო ჯამში, მისი ბიზნესი არაფერს არ ცდება მეც. ხოლო სომხეთი აი ესეთ მაღალ ტექნოლოგიებში ადებინებს დასავლეთს ინვესტიციებს, რათა ჩვენ უნდა ყოფილიყავით ამ თვალსაჩინოს ლიდერი სახელმწიფო. მოკლედ სომხეთს დიდი და მნიშვნელოვანი დღეები ელის წინ. ჩვენ უნდა გამადიდებელი შუშით დავაკვირდეთ სომხეთს. პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეთ თუ გნებავთ. მაგრამ ირიბი მნიშვნელობით თუ გაიგებთ უმჯობესია. მართლა ლოცვა უნდა გავაძლიეროთ იმასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა გაიმარჯვოს 7-ში ივნისს და უკვე შემდგომ რეფერენდუმი ჩატარდეს და შემდგომ ხელი მოეწერება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიდ სამშვიდობო შეთანხმებას. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ვეცდებით, ყველა სიტყვას სებმიწევით უცბად წარმოთქვა, განვდევნით ხელისუფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელში რაც არ უნდა გააკეთოს, აწი ბიძინა ივანიშვილის წითელ ხაზებ გადაკვეთილმა ივანიშვილმა ჩვენი გადარჩენა წარმოუდგენელი, ჩვენი როგორც სახელმწიფოს. ეწყიდებათ ახლა შემოვარდილ ან შემოსავარდად გამზადებულ ტროლებს. თქვენი ნაჩალნიკები ვინც არიან, ყველას არ არა საკვირველია. მაგრამ ზოგს ვიცნობ, პირადადაც ვიცნობ. და იმ ნაჩალნიკებს გადაეცით, რომ ონკანში მოდის ნატახტრის წყალი. ნატახტრის წყალი ჩამოისხენ და დალიონ. ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ შორის თქვენც ტროლებო, თუმცა განტროლდებით სულ მინიმუმ მაშინ. ნახვამდის.